რჩევა, რაც მე ძალიან მჭირდებოდა, როცა $0 მქონდა ჩემს ბანკის ანგარიშზე. ესეთი პერიოდი ძალიან ბევრ შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ იყო პერიოდი კი არა, სანამ ტრეიდინგს დავიწყებდი, მანამდე სულ ეგრე იყო, რომ მარტო სამსახურით თუ ვიშოვიდი რამეს $400-800, მაგის მეტი თავიდან არაფერი არ მქონდა და ძალიან მჭირდებოდა ეს რჩევა, მე მით უმეტეს, როცა ტრეიდინგი დავიწყე. როცა ადამიანს ფული არ გაგაჩნია და შემოსავალი არ აქვს, ხო? ყველაზე ცუდი რამ, როცა რაღაცა მაღალანაზღაურებად საქმეს იწყებ და რაც სადაც ჩვეულებრივ სამსახური არ არის და გარანტირებული ფული არ არის, ხო? თავიდან მით უმეტეს. ყველაზე დიდი რჩევა, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩემგან მოგცეს, არის, რადგან პირადი გამოცდილება მქონდა ძალიან მწარე, რომ ფულზე არ გეფიქრა. ზოგადად როცა ადამიანს რაღაცა სტაბილური შემოსავალი არ აქვს და შენს ტვინში არ გაქვს ისეთი რაღაცა, სადაც იფიქრებ, რომ აი მე მაქვს რაღაცა შემოსავალი, ვიცი რომ დღე-დღეზე რომ მოვიდე საქმეზე რომ მიდგეს მშიერი არ დავრჩები, ამიტომაც შემიძლია ამ საქმეს წყნარად მივუდგე და ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც საჭიროა. ანუ ზოგადად რაღაცა საქმეში რომ პროფესიონალი გინდა იყო და რაღაცა საქმიდან რო გინდა რომ შემოსავალი მიიღო, ხო? პირველ რიგში გინდა რა გჭირდება? იქიდან გჭირდება ის, რომ შენ იმ საქმეში, კონკრეტულად იმ საქმეში გახდე პროფესიონალი და არ იყო შედეგზე ორიენტირებული. ის ადამიანი, რომელიც სიამოვნებას იღებს არა იმით, რომ სადაც მისასვლელია იქ უნდა მივიდეს და აი destination-ზე ფიქრობს რა, შედეგზე თვითონ. ის ადამიანი ბევრად უფრო მაგარი იქნება, ვიდრე ვინც აი იმ პროცესით იღებს სიამოვნებას, აი იმ სირთულით თუ გინდა რაც ტრეიდინგს გააჩნია, იმ თვითონ წარმატებლობის წყურვილით რაც გააჩნია, ის ყველაზე მაგარი დრო, რა დროც გექნება შენ, ის დღეები იქნება, როცა ცდილობ, რომ რაღაცა გამოგივიდეს და რაღაცას შეცვალო შენს ცხოვრებაში, ხო? ეგ არის ყველაზე მაგარი დღეები. მერე შედეგს რომ მიიღებ, ხო? მერე რა თქმა უნდა კიდევ მეტი და მეტი გინდება, რომ აი ის დოპამინის პროცესი, რაც არის საჭირო რომ გაიარო, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეგ არის. თავარი ეგ არის. აი ეგ არის სადაც პრობლემებს აწყდები. ეგ არის სადაც პრობლემებს ავითარე, პრობლემებს ჭრი უბრალოდ. და ეგ არის სადაც შენ თავს ავითარებ. ეგ არის სადაც იცვლები. ეგ არის სადაც უკეთესი ხდები. აი ეგ მომენტებია ყველაზე მეტი და ძალიან მინდოდა, ძალიან მადლობელი ვიქნებოდი იმ ადამიანის, რომ ყოლოდა ისეთი, რომ დავჯდებოდი და თუ მინდა ეს საქმე რომ დავიწყე, არ მექნებოდა თავიდანვე ფიქრი იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე ფული გამეკეთებინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ხო არ არის ტრეიდინგში რომ რაღაცა გჭირდება კონკრეტულად, რა ეს არის ზოგადად შენს ტრეიდინგს გარეთ რა გჭირდება, რომ შედეგს ამ საქმეში მიაღწიო და ზოგადად ადამიანი წარმატებული გახდე. არა რაღაცა კონკრეტულ საქმეში, ხო, არამედ ზოგადად საუბრობ, ხო? და რატო? შენი ფიქრი ტრეიდინგში თუ არის რომ აი რაც შეიძლება მალე ფული გააკეთო, აი იმდენად ბევრ დროს დაკარგავ და იმდენად შორს ხარ რეალობისგან და შედეგისგან ვერ წარმოიდგენ, სანამ შენ თავში არ დარწმუნდები, რომ შენ არ ხარ ფულზე ორიენტირებული, შენთვის მთავარია ჯერ პირველ რიგში საქმე ისწავლო კარგად, რომ მერე რა შედეგის მიღებაც გინდა მიიღო, ხო, თავისთავად. მაგის გარეშე ტრეიდინგში პროფიტული ვერ გახდები. იმიტომ რომ ეგ კიდე ცალკე წნეხია, როცა ადამიანს ფული არ აქვს რა, რაღაც შემოსავალი, თუ გინდა 400, 500, 600 ლარი იყოს, რაც არაფერი არ არის, აი, ზღვაში წვეთი არის, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა გქონდეს შენ სახელზე რაღაცა, რომ არ იღელო იმაზე, რომ ფული არ მაქვს, ამიტომაც რაც შეიძლება მალე უნდა ვიშოვო აქ ფული. ამით პროცესს დააჩქარებ, რაც ძალიან დიდი შეცდომა არის, როცა ადამიანი ტრეიდინგში ხარ და ცდილობ რომ პროცესი დააჩქარო, რაც შეიძლება მალე პირიქით უფრო გვიან მიიღებ შედეგს. ყავს მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგი მოსწავლეები არიან რა, მართლა კარგად იციან საქმეს პროფესიონალურად დგებიან, იციან როგორ დისციპლინა ჰქონდეს, იციან როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფიზიკურად, რადგან შემოსავალი არ აქვს, ესე ვთქვათ, ხო? აკაუნტების ყიდვაში ხო ფული იხარჯება რაღაც 50, 100, 150 დოლარი ხო არის, ხო? ზოგს მაგის საშუალებაც არ აქვს, როგორც მე ვიყავი, ისე არიან ისინი, რომ ეგ ფული მათთვის მაგ დროისთვის დიდი ფული იყო. აი ესეც რო არ აქვს, ხო? მათი შედეგი შედარებით უფრო დაგვიანდება. აი ეგ შედეგი, რა შედეგის მიიღებას, ცოტათი დაგვიანდება, სანამ მაგ ყველაფერს არ მოგვარებენ. თუ რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რა შესაძლებლობებიც აქვს და ვიცი რაც შეუძლიათ ამ საქმეში, იმიტომ რომ დიდი ხანია მათ მენტორობ და დიდი ხანია ვიცი რას როგორ და რანაირად აკეთებენ და როგორ უდგებიან, ხო? მაგაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ერთი ეგ არის, რომ აი
ფულზე ფიქრით, რაც შეიძლება მალე შედეგის მიღებით, პროცესის დაჩქარებით, რაღაცა იგნორით, შედეგს ვერ მიიღებთ. აი ეს რჩევა ნეტა მოეცა ჩემთვის ვიღაც თქმა რომ მე რო დავიწყე სწავლა, კიდე გავანათოთ. მე რო დავიწყე სწავლა, მოკლედ თავიდანვე შევიტანე ფული რაღაც ლაივ ანგარიშზე. ნუ რაღაცა ცოტა ხანი რაღაცა ფორთხიალობდი ვითომ დემო ანგარიშზე, არც სტრატეგია მქონდა, არც ვიცოდი რას ვაკეთებდი, პროსტა ვაჭერდი თითებს რაღაცებში ელემენტარული ვერ გავოდი. მაგრამ რეალურად რაც საქმე სჭირდება, არაფერი უნარი არ გამაჩნდა, რაც საჭირო იყო და შევიტანე ანგარიშზე ფული. ეს ანგარიშზე ეს ფული რო შევიტანე, წამში გაქვს რა. არაფერი უცოდინარი ღამის 3 საათზე, 4 საათზე ტრეიდობდი, ტრეიდში რო ვიყავი ღამე და დაძინების რომ მოდიოდა არ ვიძინებდი, იმიტომ რომ ხსნიდი, ნახურავდი პროფიტში ვიყავი თუ არა, თუ ვიყავი პროფიტში მიხარო და ბედნიერი ვიძინებდი, დილას ვიღვიძებდი, მინუსში ვიყავი პიზდეც. თან მაშინ სტოპ-ლოსსაც არ ვიყენებდი რა, ვიხალხო ვინც არ იცით, სტოპ-ლოსს არ გამოეყენება, ყველაზე ბოლო ყველა საშინელი რაღაცა ტრეიდინგში რავი, რაც ყველამ უნდა იცოდეს და აი აბსოლუტურად 100% ტრეიდერების ყველა სტოპ-ლოსს უნდა იყენებდეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა გქონდეს შენი არავალიდურობის ადგილი მარკეტზე რა, ნუ ეგ სხვა თემაა კიდე ახლა. ხო, სტოპ-ლოსს არ ვიყენებდი. ეს რამდენი აკაუნტი მაქვს ჩამწვარი თავიდან რა ვიცი, ერთი თან ეს პროფილზე ხო ლაპარაკო, პროფილი მაშინ არც ვიცოდი რა იყო რა. მაგრამ რა ვიცი, შევიტანდი $100, $150, $200. ხანდახან ვიგებდი კიდევაც, ეგეც არ იყო რომ არ ვიგებდი რა, ვიგებდი, მაგრამ ვაგებდი ბევრს ვაგებდი, ვიგებდი, ცოტას ვიგებდი, ავაგროვებდი, მერე ბევრს წავაგებდი. ახლა ეს ბევრს გექნებოდა ეს გამოცდილება მიღებული, მაგრამ გინდ მოგება, გინდ წაგება ყოფილიყო მნიშვნელობა არ აქვს, სრული გემბლინგი იყო, რასაც ვაკეთებდი. $100-200 ჩარიცხვით, მე მინდოდა, რომ რაღაცა ფული მეშოვნა. მერე რამოდენიმე თვეში უკვე დავეჭვდი ამ რაღაცეებზე, რომ რეალურად ასე არაფერი არ გამოდის რა, რაღაცა ვიდეოებსაც ხო ვუყურებ, თან რომ ვიღაცებს ვუყურებ, რავი, მე მაშინ რა ვიცი ხა 19 წლის ბიჭი ვარ, ინგლისური კარგად ვიცი, რა ვიცი, ცხოვრებაში რავი, ცოტა უხეში შეიძლება თქვა რომ დებილი არა ვარ, ხვდები ის ორი და არასწორი ინფორმაცია რა არის, მალევე მოვწვი და მივხვდი ახლა ინტერნეტში რაც უყურებ, ზოგი სისურველია და ზოგი არ არის სისურველი, მაგრამ ყველაფერს ხვდები, იმიტომ რომ ადამიანის ლაპარაკზე ყველაფერს ვატყობდი რა, ახლა ყველას არ ვენდობი მე ზოგადად, მით უმეტეს ინტერნეტში რა. და ინფორმაცია მარტივად გავფილტრე, თავიდანვე რა თქმა უნდა სტორგზაზე პირდაპირ ვერ დავდექი, მაგრამ დრო და დრო ამ ძიებაში ინფორმაცია გავფილტრე და საბოლოოდ მე დავდექი სტორგზაზე. ასე რომ ხალხო, ჩემგან აიღეთ ეს ყველაფერი და ჩემგან მიიღეთ ეს სწორი ინფორმაცია, რომ პროცესი არ დააჩქაროთ, რა დროც არის საჭირო, ის დრო მოვა აუცილებლად, დაჟე სიმართლე გითხრათ, ეხა ვინც მისმენ და ვინც ყველაფერი გაიგეთ, აქ რაც ვილაპარაკე, ყველა ძალიან ახლოს ხარ შედეგთან. მართლა ძალიან ახლოს ხართ და ტრეიდერისთვის დგება ესეთი მომენტი ყველასთვის აბსოლუტურად, რომ აქვია, აი იმ წკიბზეა რა, უკვე რომ დაიღალა, ან გეგმას გაყვება, ან აღარ გააკეთებს სისულელეებს, ან თავს დაანებებს ამ საქმეს. ეს ყველა ტრეიდერს დამართნია, მეც პირადად მათ შორის და უბრალოდ თავი ხელში ავიყვანე, ბოლომდე მეთქი, აღარა უაზროების კეთებას თავი დავანებე და გავაკეთე ისიც გასაკეთებელი იყო. აი რომ როცა ამ დონეზე მივხვდა თქვენ თავის ნდობა გექნებათ და ერთ თვეს, ორ თვეს მისცემ თქვენ თავს, რომ უკვე ნასწავლი ხართ, იცით ყველაფერი მარგაზე რაც ხდება და თქვენ თავს ენდობით და პროცესს არ დააჩქარებთ, რაც იქნებაზე რო იქნებით რა. ოღონდ რაც იქნებაში გულისხმობ, რომ აი ის რაც გაქვს გეგმა, ხო, იმას გაყვე, იმას ინდო ბოლომდე, თან ასევე დრო და დრო სტატისტიკა შეაგროვო, გაუმჯობესო და თან ეგ, რა ვიცი, არ არის აუცილებელი ტრეიდინგში, რომ იდეალური იყო, რომ ამ საქმეში ფული გააკეთო. ეგ იცოდეთ, იდეალურობა ამ საქმეში არ არსებობს და ვერავინ ვერ იქნება აქ იდეალური რა. ეგოც უნდა გადააგდოთ და რაც საჭირო ის გააკეთოთ. ფულზე არ იფიქროთ ხალხო, თუ ტრეიდინგის დროს სამსახური არა გაქვთ, ყველა რა ვიცი, ვინც წარმატებულია, მეც მათ შორის სამეპროფიტული გავხდებოდი, მუშაობდი, შემოსავალი მქონდა, რომ ცალკე წნეხი არ მქონდა ჩემ თავზე, რომ ფული არ მაქვს, აქედან მალე ფული უნდა ვიშოვო. ეგრე ვერ იქნებოდა მივხვდი, ამიტომაც აქედანვე ჩემგან წაიღეთ, რომ ისე არ ქნათ რომ რაღაც სამსახური გქონდეთ და მე ტრეიდინგი გადადება მოგიწევთ. არა, მე რო სამსახურს ვეძებდი ის რომ თვითონ საქმე, ანუ ტრეიდინგი კი არ შემეწყო სამსახურისთვის. სამსახური შემეწყო ტრეიდინგისთვის, ანუ დროებს გულისხმობ რა. მადლობა ვინც დღეს მომისმინეთ, ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო და რამე ახალი გისწავლეთ და იყო თქვენთვის
სასიამოვნო მოსმენი და გასათვალისწინებელი ბევრი რაღაცა, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და თქვენი კომენტარებით ძალიან მაყარებს. ძალიან ბევრი საპორტი მაქვს YouTube-ზე, ეხა იმ რაღაცა ბომჟობა პლატფორმებში არ ვფიქრ ძალით ვაკეთებ მაგალობებს, მაგრამ ანუ აქ მართლა გულხშლი იქაც, მაგრამ ანუ იქ პროსტა შეიძლება TikTok-ზე და Instagram-ზე მაქვს საუბარი, შეიძლება სხვანაირად გადმოცემა მიწოდეს, მაგრამ აქ ვინც მეყურებს, ვიცი რომ ერთგული ხალხი არის, ვიცი რომ მისმენენ, გულით მისმენენ და უნდათ რომ ჩემგან რაღაცა ახალი წაიყვანოთ, ჩემი გამოცდილება რეალურად მენდობიან და იციან და ძალიან დიდი მადლობა ხალხო მაგისთვის. ჩემი community-ს რავი Discord-ზე ძალიან იზრდება და ბევრი ისეთი ხალხი იკრიბება, რაც ძალიან მომწონს. სულ ესე იყოს, იმართლა გითხრათ, მაგრამ ეხლა რომ ახალი ხალხი არის, ბევრი ვითარდება, ბევრი სწავლობს, ხედავ შრომობენ ბიჭები, ძალიან მიხარია რა. აი მართლა ძალიან მიხარია. ეს იყო ყველაფერი, რის გამოც დავიწყე და რის გამოც ვაგრძელებ და მივდივარ ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურებთ გულით. კომენტარებს რომ ეწერთ კიდევ იმეორებ რომ ძალიან მიხარია ეგეთი კომენტარები, ეგეთი თბილი კომენტარები მით უმეტეს მიხარია რომ შემიძლია თქვენ რო ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ რომ განგავითაროთ, უკეთესი შედეგი დაგადებინოთ და რაღაცა ბენეფიტი ნახოთ ამ ვიდეოებიდან. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით შემდეგ კვირას მით უმეტეს წარმატებულ ტრეიდინგს გესურვებთ. ნახვამდის.